ეს არის 1918-21 წლების რუკა, რომელიც შეადგენდა 109,000 კვადრატულ კილომეტრს. ხოლო დღეისთვის 1921 წლიდან დღემდე ეს არის 79,000 კვადრატული კილომეტრი თავისი სამი ავტონომიური რესპუბლიკით. ეს არის აფხაზეთის ავტონომია, აი ამას ხედავთ, აქ, აი ეს, აქეთ. შემდეგი არის აქ ცხინვალის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, შიდა ქართლში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკებს ჰქონდა ეთნიკური დატვირთვა, რომ იქ ეთნიკური ჯგუფები უნდა ყოფილიყვნენ დაცული, თუმცა მანამდე არავინ არ ჩაგრავდა მათ და შემდეგ ვიტყვი რატომ გააკეთეს ეს, ხოლო აჭარაში ეს იყო რელიგიური კუთხით, თითქოს იქ მუსულმანურ აღმსარებლობის მქონე ადამიანებს, ქართველებს ვინმე ჩაგრავდა. აი ეს, აი აქედან, ასე. აი ეს ლურჯი და ყვითელი, რაც არის ტერიტორიები, ტაო-კლარჯეთი. აქ არის ხოფა, აქ არის ართვინი, ოშკი იშხანი, ის ჩვენი დიდებული ტაძრები, რომლებიც დღეს ნადგურდება უკვე ამ ადგილებში. აი ეს 1921 წელს 25 თებერვლის შემდეგ, ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, 1921 წელსვე ოქტომბრის თვეში, აი აქ, ქალაქ ყარსში დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც ესწრებოდა ათათურქის წარმომადგენელი და ლენინის მიერ გაგზავნილი ეგრეთ წოდებული მომრიგებელი, რომელიც რა თქმა უნდა ცნობილი იყო სტალინისთვის, რომელიც ლენინთან ერთად უკვე განკარგავდა და საქმის წარმოებას აწარმოებდა სრულიად საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ასევე საქართველოზე რა თქმა უნდა მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. აი ეს ტერიტორია 1921 წლის შემოდგომით 100 წლით გადასცეს თურქეთის რესპუბლიკას. აი ეს ტერიტორია გაიცვალა ყირიმის ნახევარკუნძულში, რომელზეც დღეს არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის. ყირიმის ნახევარკუნძული მისცეს თურქებმა დაუთმეს საბჭოთა კავშირს, ხოლო აი ეს ტერიტორია ლენინ სტალინის ხელმძღვანელობით გადაეცათ თურქებს. აი აქ, აი ამ ტერიტორიაზე ლორეთ აშირის ტერიტორია გადაეცა სომხეთს. აი ეს იქ მცხოვრები ადამიანები არ უნდა დაგვავიწყდეს. აი აქაც ცხოვრობდნენ ეთნიკურად ქართველები, ჰქონდათ მათ იქ შექმნილი დოვლათი და სიმდიდრე, აბსოლუტურად როგორც ადამიანებით, ისე იქ შექმნილი სიმდიდრეებით გადაეცა თურქეთს. აი აქ გადაეცა სომხეთს. ეს არის ზაქათალის ოკრუგი, მაშინდელი. ეს არის ჰერეთი, ისტორიული ტერიტორია, საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც სტალინის ხელმძღვანელობით გადაეცა აზერბაიჯანს. აი ეს ადგილი. საქართველოს დანაწევრება, დაყოფა და ამგვარად კავკასიის გაკონტროლება რუსეთის მთავარი იდეა იყო. ის რომ აი აქ შეიქმნა ავტონომია. აი აქ ქართლის შუაგულში რომ შეიქმნა ავტონომია ეთნიკურ ნიადაგზე და რომ მოხდა ამ ადამიანების სახალისება, დაჯერება და განმტკიცება მათ ცნობიერებაში იმ აზრისა და იდეისა, რომ ეს მათი ადგილია, 1990-იან წლებში ეს ძალიან ცუდად აისახა საქართველოს ტერიტორიულ მდგომარეობაზე. და 1992-93 წლებში იყო ომი, რომელიც სტალინის მიერ ჩადებული ბომბის მეშვეობით ამოქმედდა. ჩვენ და საბედნიეროდ ეთნიკურად ქართველები აი აქ აჭარის შემადგენლობაში არასდროს არ გამოხატავდნენ სეპარატისტულ დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავება რელიგიური აღმსარებლობისა. აჭარა ყოველთვის იდგა ძლიერი საქართველოს ქვაკუთხედად და დღესაც ასე რჩება. და შესაბამისად, კარგად უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს თვითმყოფადობისათვის არათუ რელიგიური მდგომარეობა, არამედ ეს არის ეთნიკური წარმომავლობა. ქართველი არასდროს არ დაპირისპირებია ქართველს იმის გამო, რომ ის იყო სხვა აღმსარებლობის მქონე. ჩვენი შემაკავშირებელი რა თქმა უნდა არის ჩვენი ეთნიკური წარმომავლობა. 40,000 კვადრატული კილომეტრია აქ, აი აქ და აი აქ ამ შემადგენლობით, სადაც 10,000-ობით ქართველი ცხოვრობდა და ისინი მეზობელი ტერიტორიების შემადგენლობაში
გადავიდნენ. აი ასე გააფორმეს საბჭოთა კავშირის დროს ეს ადამიანები, რომ არათუ საქართველოს ნაწილი, არამედ აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის შემადგენლობაში ყოფილან თურმე. აი ასე გაანადგურეს სტალინ-ლენინის მიერ შექმნილი იდეოლოგიით და წეჩვეულებით ბოლშევიზმმა საქართველოს ასე დაანაწევრა და სამუდამოდ ჩამოაშორა საქართველოს აი ეს ისტორიული ტერიტორიები, რომლებისთვისაც უამრავი სისხლი აქვს ჩაქცეული ამ ტერიტორიების დაცვისთვის და შენარჩუნებისთვის.